გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიბით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone-ს ვეჩი მოუხდე. ნატოც კარგია, რუსიც კარგია. გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი. ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე. დალე. ბევრი წამე. მერე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. აბა. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. სიგანეზე პარკეტის როლის საქართველოს ჩემპიონატი მხოლოდ ფისო ბოტკუველმა გადასცა პირდაპირ ეთერში. მადლიერმა სპორტსმენებმა ფისოს პარკეტები დაუშინეს. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ყველაზე სკანდალური, ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე ჩუმი გადაცემა. ფისო ბოტკოველის ჩურჩულები. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა წინა ფორმატმა არ გაამართლა და ჩაიჯვა, ამიტომ ახალი სეზონიდან ჩვენ ახალი ფორმატით გავდივართ ეთერში. ჩვენთან სტუდიაში არიან ადამიანები, რომლებიც დაბადებისთანავე მოწყვიტეს თავიანთ ტყუპის ცლებს. თუ ტყუპის ცალებს, როგორც არის სწორად, ზუსტად არ ვიცი, მოდით მოვისმინოთ მათი ისტორია. ბექა, გვიანბეთ თქვენი ისტორია, რატომ დაგაშორეს თქვენს ძმას? იცით, მამა ჩემის გადაწყვეტილება იყო, რომ ჩემი ტყუპის ცალი სამავტყოფოში დაეტოვებინა. რატომ მიიღო ასეთი საშინელი და მე ვიტყოდი რთული გადაწყვეტილება? მამა ჩემს მეც ვკითხე და ესე მიპასუხა, რავი აბა, ორი ერთნაირი შვილი რა ჩემ ფეხებად მინდოდაო. გაუგეთ მამა თქვენს? რავი აბა, როგორ უნდა გაუგო კაც, რომელსაც სახში ზუსტად ორი ერთნაირი ნივა ყავს და შვილებმა რა დაუშავეთ. არა ერთზე კი იძახის, რომ თეთრი ბაციაო, მაგრამ ორივე ერთნაირი ყავს. თქვენ ალბათ შეამჩნევდით სტუდიაში მეორე ადამიანს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს. მოგვიყევით, რა მოხდა, რატომ დაგაშორეს თქვენს ტყუპის ცალს? იცით, ზოგადად მამა ჩემი ძალიან კეთილი და მორწმუნე ადამიანი იყო და როდესაც ჩვენ გავჩდით, ასე ვთქვამს, ზოგს არც ერთი შვილი არ ყავს და მეორე რანამუსით მყავდესო და ასე გააჩუქა ჩემი ტყუპის ცალი უშვილო ოჯახზე. აპატიეთ მამას? როგორღაც ვაპატიე, მაგრამ როდესაც ოჯახში სხვა შვილი შემოემატა, ანუ სხვა ბავშვი გაჩნდა, მეც გამაჩუქა. არ უნდა ამ კაცს ოჯახში ერთი შვილის მეტი არაფერი და რა ქნას, მაგრამ თქვენ არ დაღონდეთ. ჩვენმა ჯგუფმა შეძლო ეპოვა ადამიანები, რომლებიც მათი ტყუპის ცლები აღმოჩნდნენ. ისინი ახლა ჩვენთან სტუდიაში შემოდიან. მოგწადით! მიხანი გეძებდი. რა კარგია, როგორ მიხარი. დაგწანდით? ეს იყო გადაცემა ფისო ბოტკოველის ჩურჩულები და ჩვენ ვაბედნიერებთ ადამიანებს. მეჰრაბას და კარინას ჯერ აუზზე არც ერთი ქალი არ შეუვამთ. ამიტომ სამაშველო რგოლს სხვა დანიშნულებისათვის იყენებთ. Kele masner girls ne? Lobiani kaya. Da gatsela jamas rasuali. Me gaviga. Moza motivaya. Moza. Kide ese ra shutka ega ra dagizakeben. Vay mishvele arali. Es ra. Maisa. ეს რა ხდება კაცო? მაიცა ეს აორთქდა. ლობიანიც აორთქდა.
იყო. მიშველე ჩემი კიდე ვიჩუბი ხვალამდე ხალი გადამიხში პაჩი. ვაიმე ლუკმან გადაყლაპარა. წამო ფას უნდა უშველო, წამოდი. ვა, ვინ არიან ესე? დაგინახე და შუტკა შენი ხო? დაგინახე. ესე გაი ქსია ხო, მარა ჭამე სუჭამე გასაგებია როდესაც მაგრამ ეს შარდის ანალიზი რა დალია ისია ეს ეკაძაბანაძემ კათეტერი ჩაიდგა რათა საპირფარეშოში გასვლის დრო აღმოეფხვრა და ის დროც სესხის გაცემისათვის მოეხმარა გამარჯობათ ტიჩემი ლეკიმსახურად ჩემი საკრედიტო ბარათის დახურვა მინდა. კი ბატონო, რა პრობლემაა? თქვენი პირადობა თუ შეიძლება? აი გამომართვით. ბოდიში რა ცოტა ისეთი სურა, როგორ ვიქნები თქვენს ხელში? აი მოგიშორეთ. ვეღარ მოგიშორეთ. დავიწყოთ რა ძალიან გთხოვთ რა რო. გილოცავთ თქვენი საკრედიტო ბარათი დახურულია. ხო, ძალიან დიდი მადლობა. კარგით, კარგად ბრძანდებოდი. ერთი მოჩქაროთ. ძალიან გთხოვთ დაჩეკით. რა ხდება? მოიგეთ უნიკალური პრიზი მშვიდე ბანკისგან. თქვენ ხართ ჩვენი მე-5000 საპატიო კლიენტი. ამიტომაც თქვენ მოიგეთ 80,000 ლარიანი სესხი. ანუ თქვენი სურვილი თუ არის, თქვენ შეგიძლიათ ეხლა ბანკიდან გაიტანოთ სესხად 80,000 ლარი უვადო. ვიცით ერთი წუთი რა. შენ შემოგივლე, ძლივს მოგიშორე, ჩემი პირადობა თუ შეიძლება და არ მინდა არანაირი სესხია. ერთი წამი თუ შეიძლება, თქვენ ამ შემთხვევაში თუ დაგემტკიცდებათ, გადაიხდით 4,000 ლარს დღეში. არ მინდა არაფერი და რატო გადავიხდი, რაში გადავიხდი, არ მინდა სესხი, ხო? შეიძლება ბევრი არის 4,000 ლარი დღეში, მაგრამ მშვიდე ბანკი თავის კლიენტების მდგომარეობაში ყოველთვის შედის. და ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ შეხავაცეთ, წავიდეთ და კვირაში მხოლოდ 1000 ლარი გადაგახდებინოთ. შენ ვერ გაიგე რას გეუბნები, შენ უთხარი რა, რომ არ მინდა ეს სესხი, შენ მაინც უთხარი, არ მინდა სესხი, ადამიანო, არ მინდა სესხი. რას მივკიცე რა? ეს მეწუდა ზანებს, რასაკეთე, მიბეჭდავა, მიმოცა, მაგი მიდი ეხლა დამიბეჭდე, აბა. ვიგითხე აქ რაღაცა ზომი ბეჭდავ ჩემი სურვილის გარეშე რა. ვინ მოხსა მაგის სუფლება, ჰაში? ვინ ბირა მოდი ვარ და მაინც რასაკეთე? გვერდზე სოფელს მდინარე კალბასი ორ ნაწილად ყოფს. ზემო გვერდზე სოფლად და მარცხენა გვერდზე სოფლად. ბიჯო, როგორ აწვის, მაგის დედა ვატირე, ბიჯო. ამან თუ არ გადაიღო რა, გეუნები, ერთი კიდობლის აშენება მოგვიწევს, ნო ესავიდა. რაო, აბა რა გითხეს ბიჭო, თბილისში რა გითხეს რა? ჯებირების გამაგრებით სამუშაოები როდის დაიწყებაო, რაო? ჩავედი ქალაქში. ჩავედი და მივედი მინისტრის მოადგილესთან. ადგეს შენი მინისტრის მოადგილე და არ დამალები რა ყავაი? არა! გეუნები კაცო ყავაი დამალები და მე. გეუნები ყავა დამალები და კაცო. დამალები და ყავაი და გამიშვა იმასთან კაცო. დეპარტამენტის უფროსთან. მე ადგეს დეპარტამენტის უფროსი და რა ბიჭო? იმანა ჩადამალები და ყავაი. გეუნები ბიჭო იმანა დამალები და მე ყავაი ბიჭო. ამ დეპარტამენტის უფროსმა გამიშვა იმასთან უფროს სპეციალისტთან. არა! როგორ არა? იმანას დამალები და ყავაი. ეპიცები რა, აიდე დამალები და იმანას ყავაი და გამიშვა იმასთან კაცო სამინისტროს ავტოპარტიის იმასთან რა ქვია, დირექტორთან კაცო. არა. ის კაი კაცი იყო. რაო? იმა კონიაკი დამალეიდა. კონიაკი დამალეიდა კაცო, მაგრამ მაინც აღარ მეძინებოდა უკვე თელი 3-4 დღე კაცო, როგორია თვალები დაჭრილი აღარ მეძინებოდა. დამალები და კონიაკი კაცო და ესე მითხე რომ ეგ საკითხი მე არ მეხებაო. მე რადგან ის და გამიშვა იქა კაცო, რა ქვია იმასა. სადა? კულტურის სამინისტროში. გოეთეოლოგიის ცენტრში. ვისი? გოე რა. გოე. ხო და იმა კიდე იმასთან გამიშვა კაცო, რა ქვია იმასთან. სპორტის სამინისტროში გამიშვა იმაში, წყალბურთის ფედერაციის მოადგილესთან. მოადგილესთან? ხო. პრეზიდენტისა, ხო. მე რაო? მე დავიღალე ამდენი ყავისფრით, ამდენი უზულობი და ბონდიელით კაცო და დაურეკე გელოდის და გელოდი ჩავანაცვლე, მე ჩამოვედი ის არის ჩასული ხე და გეტყვის რომ ჩამოვარა იქ. იქ არის, მაგრამ კაცო იქ არის, ხო. მაინც ამდენი ხანია იქ არის? რა ვიცი, აბა იქ არის და აბა რა ვიცი, აბა. მე რა ვიცი, კაცო. ავსილობაც არ გადაიღო ეს შობილძაღლი ესა რა. აი ხაზი უფროსო. მოიდა. დაბრუნდი.
მოიდი. როგორ ახლა? რა არის ბიჭო? რავი, აბა. სადა ხარამდენი ხანი? სლის გამოვცური. ვიყავი, წავედი, ჯერა სპორტის დეპარტამენტის პრეზიდენტთან ვიყავი. იმანი გამიშვა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამიშვა იმანა. ყავა დაგალეინა? რა ყავა? არა, ყავა დაულევინებინებია. ყავა შემგარა უდროთ კაცო. ეხლა გასტუქში რო გნახეთ ეგრე იფიქრეს. ოდა რომ შევედი იქა. დავხდა ჩემი მეზობელი გენადი. ვინა, ჩვენი გენადა? ო, დაცვაში დაუწყე მუშა. მივიტო არა ჩანს არა ასოფი, შეი გამხრალია. გამოიტანა მერე იმან 3 ლიტრიანი. ყავა? რა ყავა კაცო, რა დაგემა. ვინო. დავლენ და შევედით მინისტრთანა. სოდა ბიჭო? მინისტრთან. მერე? რა მერე? გადაწყდა ჩვენი საკითხი. რასო? ხო, აი დოკუმენტი. რაო? რაო და აი აქა მიწერია რომ 2017 წელს განიხილება ჩვენი საკითხიო. ესე რა ბიჭო? ჩვენი სოფლის 30 წლიანი პრობლემა გადაიციო მაგრამ. ეგრე რა. ოიმე, გენადი. მე გენადი, აი გენადის კი არა და ისა შენა და გენადის მადლობა უნდა გადაუხადო. წავედით. სასეიმოს გადავეცება. აბა აი, ეგ არის. ვაისა. ეგეთი და სამრავალი. ეგ შენა რა. თემურ. მიდი და მოვაცურე რესტორანში რა ჩავიდეთ ბიჭები. რესტორანი კაია. სადა კაცო რანაირად? ნიჩვებიანათ. თემურ. მიდი რა ძმურად რა. ჩადი აქ წისქვილთან იქნება და გაჭედილილები. მიდი ჩაცული დამაიტანება. მიდი ბიჭო. მიდი, აჰა. თამადა იქნები შენა. მე ვიქნები თამადა. შენ არ იქნები. რათა? არიც შენა თამადობა. შენ იქნები. მაინც ამე. ისე მაინც წამოვა, კაცო. მუშაობის დასაწყებად სტიუმ და ჯეიმსმა ეშმაკს სული მიჰყიდეს. თუმცა სული უხარისხო აღმოჩნდა და ეშმაკმა 2 დღეში უკან დაუბრუნდა. სტიუმ რა ვქნა დღეს რა გავყიდოთ? არ ვიცი, ჯეიმს. გენიოსი შენ ახარ. შენ უნდა შემოთავაზო. კარგი, არ გინდა, მომიკიდე ერთი რა. სანთებელაზე რა სიტყვი? გენიოსი ხარ. ჯეიმს გენი. ხო, მაგრამ გუში რა ვერ გავყიდეთ? ბიჭო, გუში რანაირად გაყიდი, შენ თქვი უბრალოდ სანთებელა. და როგორ უნდა თქვა? Super Magic Zip of Fire. გენიოსი, Super Magic Zip of Fire. და გაყიდული ხარ და აფერისტები. გუშინ წინ ვიყიდე თქვენგან სარბენი ბილიკი. ავედი ტრენაჟორზე არ მუშაობს ბილიკი. დამიბრუნეთ ფული. სწრაფად. Oh my gosh. Answer the question. არ შემიძლია. რა? როგორ გონიათ ერთ ადგილზე სირბილი მოსაწყენი არ არის? სიუ. ან საერთოდ რატო ახვედი? ხო, ვერ ხვდები. ზურგზე უნდა მოიკიდო და ისე უნდა ირბინო და წონაში დაკნება გარანტირებულია დამიჯერე. აჭგარი, შენ ხარ უბერავ ცოტას, ა? ფული დააბრუნე დროზე. უბერავსიო? დროზე. რა თქმა უნდა. დროს. ადი წავიეთ. შენ ხო? მოისა ბიჭო, შენ დაიწყე. მე დაცვა კი არა ვარ, რეჟისორი ვარ, ხო? ბიჭო, რეჟისორი რა ხარ? ვიკითხავს მერე შენ საერთოდ ვერ გავიგე. რა სამი ხوار გაგიჟდი რემს მოგეთე. რა ორი ბიჭო რემს აგეთე. მომ გაჩერდი ახლა ერთი. ეთერში ხარ. მოგესალმები ძვირფასო ტელემაყურებლებო. არ დაუჯეროთ თალბატონებო და ბატონებო, ესენი არიან სუპერ აფერისტები. წარმატებული ბიზნესმენი ხართ, მთელი ცხოვრება პატიოსნეთის შრომით, უკმაყოფილო კლიენტები არ გყავთ, ხო? ასე ცხოვრება ხომ მოსაწყენია. ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ გამოგონებას, უკმაყოფილო კლიენტი and happy client T14. ის დაგეხმარებათ თქო თქვენი პროდუქციის ნაკლებად მუშაობთ მის გამოსწორებაზე. არაფერი არ ვარ გახალხო ამათი, მალე ბუჩდება, იმტრევა დნება, არ გაბრიყვდეთ ხალხო. ის უნიკალურია, ჯეიმს. თქვენ თუ ახლა მედარეკავთ საჩუქრად მიიღებთ სანთებელას. რა სანთებელა ბიჭო? რა ბიჭო? მიცხრათ Super Magic Zip of Fire და გაყიდულია. Fire კი არა, ეს გამომიწია. მოდი აქ აჭარი. ფული დააბრუნე. არაბრუნე, ესე იგი, ხო? არაბრუნე. დაი. უნიკალურია, ის უნიკალურია, ჯეიმს. ძალიან. მე მოხარული ვარ ერთი წუთი. რაში? ჯეიმსა? ერთი წუთი. არაჩვეულებრივი გამოგონება. ერთი წუთი რაში? წარმატებული ბიზნესი. ოფისში დიდ ხანს ჯდომას მოითხოვს.
ამიტომ super and happy client T14 თქვენს ჯანმრთელ ცხოვრებაზე იზრდებს. James, დამელოდე, მე ჩვენთან ერთად ვარ. აქეთ and happy. And happy client T14. მას აქეთ ამ ხდანა შეუძლია მოუაროს. სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომი რომ არა, ნუკრი ექიმი სერიული მკვლელი იქნებოდა. პლასტიკური ოპერაცია მჭირდება სასწრაფოდ. აი, ეს რომ სხვანაირი იყოს. მე რო არ მგავდეს. გასაგებია, ამ პოლიტიკაში წასვლას ხომ არ აპირებთ, ჰა? არა, პოლიტიკაში მევალეები დამსდებენ. სახე უნდა გქონდეს. წადით მე პოლიტიკაში. რა მინდა პოლიტიკაში ვერ გავიგე. იქიდან რო წამოვიდი მაგის გამო დამსდებენ. და დაჩემიყავით მე პოლიტიკაში. რა მინდა ამდენი დრო არ მაქვს. გეხოცებით მიშველეთ რა. ანცალია ხა. კარგი, დამშვიდი შემოკარგო. გასაგებია. კი ბატონო, ამ ყველაფერს გავაკეთებთ და დაგიჯდებათ სულ რაღაც $20,000. ეხლა რა $20,000, ანუ ხო $20,000 რომ მქონდეს, აქ კი არ მოვიდოდი, ვალებს გავისტუმრებ, მაგდენ ფული არ მაქვს. გასაგებია, მაგრამ ამ ფასში ვაკეთებთ ჩვენ შემოკარგო და ცოტა რო დამიკლოთ. დავაკლოთ? იცით რა არის ხა, კარგი ადამიანი ჩანხართ, კეთილი თვალები გაქვთ, შემოკარგო და შემიძლია დაგიკლოთ, $1000 დაგიკლებთ მეც სამწუხაროდ. დიახ, შედით ჩემ გავაფორმოთ. დიახ, არა, გეხოცებით რა, მაგდენ ფული ნამდვილად არ მაქვს. გთხოვთ იქნებ რამენაირად შეღავათი გამიწიოთ და კიდე დაკლებას თქო შემოკარგო რა საინტერესოა კი ბატონო დაგიკლებთ კი ბატონო შევდივართ მდგომარეობაში გასაგებია დაგიკლებთ $5,000 გავაკეთებ გავაფორმოთ არა არ მაქვს 5,000 მაქვს და მეტი არა მაქვს გეხვეწებით 5,000 გაქვს შემოკარგო კარგით ეხლა მე მგონი სასაცილო არ არის ხო ეს ხელა კლინიკაში ხართ არ შემიძლია შემოკარგო მეტი არ მაქვს საშუალება რა მოგივიდეთ შემოკარგო 15,000 გავაკეთებ მომკლავენ არა არ გესმით თქვენ ხო სიკვდილ სიცოცხლეზეა მართლა მომკლავენ რა თქვენ არის რომ მაგ ადამიანს სამწუხაროდ არა მეთქი სამწუხაროდ თქვენ ექიმი ხო ბრძანდა დიახ რა თქმა უნდა არ მეტყობა ჰიპოკრატეს ფიცი ხო გაქვთ მიცემული თავისთავად შემოკარგო ანუ მწირავთ ხო კი ბატონო მაგრამ სად მაწვევით ხო ხდები ახლა რა შუაშია ეგ თქვენ ესე იგი ადამიანური არაფერი არ გაქვთ არა მომკლავეთ ხო კაცო არ შემიძლია შემოკარგო მაპატიე საერთოდ ვინ ხართ სად მოვედი რა წადი თქვენი დედაცვატირე ვაფშე რა ვინ ახართ ვაფშე ექიმები ჰიპოკრატე არა ისა ვინ ახარ არა თქვი რაც თქვი რა ვის მია რაიმე მოდია შენ ბიჭო სახეს ეხლავე ბიჭო სახე ბიჭო აკეთი ბენზე აკეთი სულასება აკეთი ბიჭო ბენზე Hadi kuma kalkıydı. Hadi. Rayko. Oh, gariya. Didi batılma nukriye ki bu. Ama gariya ikha mevalebe ki ara. Sakutari deda eğer mitnut. Kuni müştemişçiliğimi. Gayxan nukriye. Ay me deda. მოიცა ბიჭო სად მიდიხარ კაცო მოიცა $100 მაინც გადამიხადე ჯიგარ საროსკიბო კალიფორნიაში მომუშავე სექს მუშაკები ნაციონალურ მოძრაობაში გაერთიანდნენ მაგრამ ხარს ქართულ ოცნებას უჭერენ სად გქონდა ჭკუა თავში რაც მე უფასოდ ვიბოზე მაგრამ ვინ დაგიფასა შენეკა მე დღემდე მეზიზღება მაგ საქმეში ფულის აღება მაგრამ что поделаешь жизнь что же меня такие жизнь ничего на свете აქ ესეც მასად მოგიყვანე ბიჭო ნუ სულ ყველა ჩემი პატარა დაიკო ესეც გაიძა ბოზებს სიცოცხლე გუნდებს იქნები აუ იცირა ნავიბარსეც მაფშე არ მოგიებში არა ბიჭო იცირა მასე გოგოებო რაღაც კითხვა მაქვს ჩემო დაიკოებო ძალიან საყოველები თქვენში რომელიმე თაკო არ არის აუ რა გააძრუცი ფული გადაიხადე და ყველა თაკოა არა არა მაგარა გაგისწორი მე ვერა თაკო მე ვერ ვქნებ შენი არის სახელი მოუციეთ ჩემ შოულს ახლა თაკო გავხდე ფულის გამო კალო რა სამო აი მე აჰა დახიე ეს როგორი კადემა მოსული მანდულსა ბიჭო მოდი აქეცა
დემამოსილი კი არა, ბიჭო, ამას ერთი კითხე. მაგრამ ეცნობა უეჭველი სადღაც დანახი მხოლოდ გიუშას ვინმე ხარ თუ გკითხე რა. ჟორიკასი ჟიჭი? გიუშასი რა ჟორიკასი კითხე. მან? ჩენ. კლასნია რა. ანიუტა, რაღაც უნდა კითხოს. მოდი გაკაცო. რა. შენ ჟორიკასი გიუშას იცნობში? არის რა ვიცი, ჩემი ძმა არის. კაი. ჩემი უცროსი ძმა არის. შენ რა კითხე? არა თმო, იმენა შანსი არ არის ეხო შეჭი. მე ვაფშე რას ვუსწავლი შენ არ მოიხოდე და რაღაც და მე ამ ქერას თქვი არა ეხლა. რა ქერას ბიჭო მოიცადე შეჭი. არცი ვინ არის? ვინ არის? ჩვენი უბნელი როა შეჭი. სტეჩკინა ყოფილი ცოლია ბიჭო. აფშე არ დაშურდნენ იგნი? რამდენი ხანია შეჭი? არის ის რა შეჭი. რაფოში დაშურდნენ? ბიჭო, ეგრევე სტოლში ხევს და რაღაც მთელი ბიჭა ხოინზე მაგარჯიგარი გოგოა შეჭი ხმელა უბნელების გაუსწორა და რა გადაკეთილი ტიპია რა პატარული და ტექნიცმინაც მენაიცო უშე ყველგან და რა ამან გაჭედა ხა რა მე ვაფშე პრადვინუტი არა რა მათუზურჟა დაუნახავ ბიჭო ალერგია ისა რა ამასა მივაღა რა რაღაცას ამარჯობათ გუგა ხარ შენ? სად დაიკარგე რომ აღარ გსტყმობ? აი შოკას ვინ ბოდიში მა აი მიცი ეს იცი ვინ არის შეჭი მა ვინ არის ბიჭო პოზინელი რო იყარ გახსოვს შეჭი მა აუ ნელი ბებო შეჭი აუ რა საყვარი მაგი შვილი სახაჭაპურებს რო გვიწყოთ ატარებში აუ როცრება და ატარები შუებს ამანგანი არა მოუტ ეხავს ნელის მაგას ვიგაუპდებს მონ ამასთან შანსი არა ეს ვერ გაუკვირდე ბიჭო რა აუ ბიჭო მარტო ეს დარჩა დაიბადე არა ძმა არ შენ გიდევ შეჭი ნახე რა ჭიჭე პოლიჯოხზე რაღაცეები და დაკერე მე ამიდა ძმა რაღაცა ჭიჭე ჩემო ნახე ცუდად არის შენ თავს ვიცავ ტრუპი მინდა ხა ვიკიდე თუ რა არ მინდა რა მოდი შენ აკი არ ჭიჭე ჩა ვიტამინებს იხებს ესე დაუბას ვიყიდი რა ვიტამინი რა ეს გლუკოზაა სიმონ რინგერი და რა ხო კარგად ხარ აუ შენ მაგრამ მეცნობი და ნახი ხარ მე მგონი ხილიანზე გხედავ ხოლმე ხო ხილიანელია ხო არა თორა ხილიანი მაიც შენ დავითაშვილი არა ხარ სიმონ პაატას დაიკوار ხარ შენ არა ძმაო რა დავითა რა პაატა არა ვახოს ბიძაშვილი არა ხარ არა რა ვახობის მაიცა ობოლი ხარ თუ რა გჭირს გუკა არა დოაზი არა ვარ არ ვიცნობ საერთოდ ერთი წამი მოიწი ბიჭო რამ იზეთი კითხე რომ გაარწყას შეჭი სახე იზე ბიჭო რამოვინე მაიცა შენ გიოს ხო იცნობ შენ? გიო? გიო რა. არა თორა გიო. ნინოს. არა რა ნინოს. ვაფშე აზიარა ვარ აი მაგ ხალხზე საერთოდ რა ვინ არია რა ვაფშე საერთოდ. რა ისე მაუსტეჭკინას სულთან სწავლობ ვინ ჩემი ბეხები ეს ტეჭკინა შეჭერა. რა პონტია და უფასოდ ხო ვაჭალიჭო ბუს ვიხდი რა მე მიდიო გამარჯობა ჩემი გოგო როგორ ხარ წამოდავი მოდი ინცვალე ხოიცი მაგას და აუ კეთოდეიდა სისნო კეთოდეიდა მე ვარ კეთოდეიდა აუ კეთოდეიდა აი მე სამჭიდა საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მტრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბებს ღმერთი მოფესინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარულით აენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარულით აენთება გვიხაროთ ეს მალე საქართველო გაფრთხილდება განზე არასდროს გამდგარა
და